ვინც ჩემ დღეში ხართ და თქვენი შვილები ხშირად ავადობენ, აგერ ქალბატონი ნინა და დღეს სკოლაში არ წასულა და მისი სკოლის ჯგუფში დღეს ისეთი ამბავია, რომ მივხვდი, რომ ნახევარი კლასი არ არის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ უფროსი შვილი გიორგი, რითიც გავზარდე და რითიც გამოვუსწორე თუ გავუმაგრე იმუნიტეტი ტენტორიუმით, მივდივარ ეხლა ტენტორიუმში, რომ ნინასთვის ავიღო და მივაყარო ყოველდილას, რომ იქნებ ცოტა დავისვენოთ. ამიტომ თქვენს გირჩევთ მართლა გულწრფელი რჩევა არის, რომ ტენტორიუმით გიორგის იმუნიტეტი ძალიან გამოვუსწორე. წავიდეთ ახლა. ხო. გამარჯობა. მოვედი რომ მიშველოთ რამე? ანუ შემომთავაზეთ რამე ისეთი პროდუქტი, რისი მიღების მერეც თვეში ერთხელ სიცხიანი არ მეყოლება, თორე აღარ შემიძლია. ანტივირუსული იმუნიტეტის გასაძლიერებელი პროგრამა, რომელიც მოიცავს დრაჟებს, ექსტრაორსა და ვისა პროპოლისის ბალზა მეიპივის და გეხმარება ზუსტად მაგ პროგრამის მოგვარებაში. აი მე რა კაია, ჩემი უფროსი შვილი სხვათა შორის გავზარდე ტენტორიუმით და თან რას ვასმევდი, იცით? ისიც გაქვთ სიმაღლეში ზრდის რაღაცა, ხო? დიახ, ზრდის პროგრამა, რომელიც იმუნიტეტსაც აძლიერებს ზრდასთან. ორივე ერთად არის? უი, რა კაია. ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს. შვენიერი. აბა მანახეთ რა წავიღო და როგორ მივიღოთ. შემოგთავაზეს დრაჟეები და პროპორისის წყალხსნარი, მოკლედ მინდა რომ აგიხსნათ ახლა ეს ყველაფერი რაზე მოქმედებს. ამის მიღების შემთხვევაში ან არ ემართებათ ჩვენ შვილებს ეს საშინელი ვირუსები, ან თუ დაემართებათ, გადააქვთ ძალიან მარტივად. მოკლედ იცოდეთ, რომ ეს ფუტკრის პროდუქტები არის საუკეთესო საკვები, რომელიც გვავსებს ვიტამინებით, გვიძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ვირუსებისგან. ხო და ნინას ახლა ძალიან აინტერესებს, როგორი გემო აქვს. გინდა? ხო და ეხა გავასინჯებ. როგორ უნდა მიიღოთ იცით? დღეში 3 ჯერ ჩაის კოუზით და მე მახსოვს, უი რა კაი ფერია, ნახე? მე მახსოვს, რომ გიორგის ძალიან მოწონდა ამის გემო. ნახე. ლამაზია? მეც რო გავსინჯო ხო შეიძლება? ტკბილია. და ჯანსაღი გემო აქვს რა, თაფთან რო კავშირშია ეთყობა. სანამ მე ვიდეოს წერ, ნინა არ გაჩერებულა იმდეში ჭამს და შეხედეთ. კაია? ყველაფერი გასინჯა. კაი, მოკლედ ვიყიდოთ ახლა. ანას და ნიკოსაც ხوار წაუღოთ. სამ-სამი მინდა. ესე იგი, სანამ მიმზადებენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს მეგონა ტონალური და ეს რა არის მეთქი. და ყოფილა ფუტკრის რძე. ხო. რომელიც ასევე ძალიან მაგარია იმუნიტეტისთვის. ვინც ეძებდით სადმე ფუტკრის რძეს, იცოდეთ რომ აქ ყოფილა. კაი, всё, წავედით, თორე დაგვაგვიანდა მე და ნინას. მადლობა ძალიან დიდი. გამომაღებინა ახლა. აჰა, ანასი და ნიკოსი შენ და შენი მე. წავედით. მადლობა და ნახვამდის. აჰა, საჩუქარიც აიღე ფუტკარი. მანახე? კაი, რა საყვარელია. გაგიხარდა?